სახელითა მამისათა და დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს გვიახლოვდება დიდი მარხვა. დღეს არის ხსენება საშინელი, ასე ვთქვათ, სამსჯავროს გაკითხვის დღის. და დღეს საკითხული სახარება ამაზე საუბრობს და გვაფრთხილებს. Բոլոր რაჟანს მოვიდა ზეკაცისა დიდებითა თვისითა და ყოველი ანგელოზი მისნი მისთანა მაშინ დაჯდეს საფტართა დიდებისა თვისათა. ანუ ეს ნამდვილად იქნება. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა გაფრთხილება იმისა თუ რა მოგველის. იმიტომ რომ ჩვენი უფალი რა თქმა უნდა კაცთმოყვარეა და მოწყალე. მაგრამ ეს მისი ბუნება თვისება არაფრით არ ზღუდავს და შეურაცხყოფს მის სამართლიანობას. არის კაცთმოყვარე და მოწყალე, მაგრამ მიმოდროულად არის სამართლიანიც. უდანოში მამები, როდესაც რომ სულის ხორცისაგან გასვლის ჟამს ღვთით მიიღებდნენ უწყებლად, მაშინ იწყებდნენ ტირილს, შემოხრებდნენ ყველას თავის გარშემო და ძმობა გაკვირვებული იყო და ეკითხებოდნენ, ნუ თუ მამაო შენს ტირი. და მაშინ მამები ეუბნებოდნენ, რომ მე კი ვიშრომე ძალისეებ ჩემისა, მე კი ვევედრე უფალს, მაგრამ არ ვიცი, სათნო იყო თუ არა ღმერთს ჩემი შრომა. მეუდაბნოე მამები ამბობენ. ეფრემასური აი ახლა უკვე დაიწყება ეს წინა კვირეები ხო მომზადება არის ჩვენი სულის მარხვისათვის და სინანულისათვის. და ეს ყოველ კვირას საკითხული სახარებები თანდათან მიგვაახლებენ აი რაც დღეს სახარებაში მოვეშინეთ გონებით, სულით, განკითხვის აი სამსჯავროს და შემდეგი კვირა უკვე 60-დან განდევნის კვირა იქნება. ანუ ეკლესია ამზადეს ადამიანებს რომ აი ეს ღვთითმოცემული სიცოცხლე ამ ხილულ სამყაროში გამოვიყენოთ გონივრულად, რომ შევამზადოთ ადგილი ძალისეებ ჩვენისა სასუფეველში. ეს წუთისოფელი მოგვეცა, რომ ვიშრომოთ მომავალი ცხოვრებისათვის, სიხარულისათვის. სხვანაირად შეუძლებელი იქნება. და აი ეფრემასურიც კი სიღმაწვილეში სხვანაირი ესეთი ფიცხი ხასიათი ჰქონდა და სამართლოდ დაიჭირეს, ცილი დასწამეს. როცა საპყრობილეში იყო გაახსენა ადრე ნათქვამი. გამოდის საპყრობილიდან და ხდება მონაზონი. მონაზონობაში შეეძნეს ყველაზე ესეთი სახთო ნიჭს, ქადაგებისა, ღვთის სიტყვის და მისი ქადაგებები იყო ყოველთვის ღრმად სულში ჩამწნილი. რატო? იმიტომ რომ პირველს რასაც იწყებდა თავის განკითხვით და მსმენელი იყო ამით ძალიან შეძრული. და ღირსი მამა ეფრემი თავის თავსაც ამხელდა და სხვასაც მოუწოდებდა. ვინც გამოსცადა სულმა, რომელმაც გამოსცადა სიმწარე ცოდვის დაცემის, ის აუცილებლად თუ გონიერია ამ განსაცდელიდან, დაცემიდანაც კეთილ ნაყოფს, კეთილ მაგალითს გამოიღებს და სხვისთვისაც მართლაც შემართული სულითა და სულის კვეთებით გააფრთხილებს და აუხსნის თუ რამდენად მძიმეა და დიდია დაცემა. დღევანდელი სახარებაც ამას ამბობს. მოვა და დაჯდება უფალი და შეჰკრებენ მის წინაშე ყოველსა ნათესავსა და მოხავს წყემსის მაგალითი, როგორც რომ წყემსმა გაარჩიოს ბატკანი და თიკანი ერთმანეთისაგან, ისე იქნება გარჩევა ღვთის წინაშე ან სამსჯავროს დროს გარჩევა ადამიანებისა, კეთილისა და ბოროტებისა. და მაშინ ქვას მეფე მან მარჯვენითა მათ მისთა მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისამო და დაიმკვიდრეთ განზადებული თქვენთვის სასუფეველი და საბამიდან სოფლისად. ესე იგი ეს სიცოცხლე ხშირად ადამიანი უგუნურობით
ან თავმოწონებით ან რაღაცა მიზეზთა გამო იძახის, რომ რატო გავჩდი, რატო მოვედი ამ ქვეყანას, აბა რა არის ეს, ამ გაჭირვებაში უნდა ვიყო. ვინც ითმენს, ის ყოველთვის გამარჯვებულია, ღვთის სასწორებით ვინც არის. მოვდივართ ამ წუთის სოფელში, რომ ამ ხილულ სამყაროში სულიერი და ფიზიკური შრომით დავიმკვიდროთ, მოვიპოვოთ ადგილი უფლის გვერდით. იმიტომ რომ უფლის გვერდით ყოფნა არის სამოთხე, სასופველი და უფლის მოშორებიდან ყოფნა არის ჯოჯოხეთი. ეს დაახლოებით რო შევადაროთ მშობლიური სიყვარული, დედის, მამის სიყვარულის, ამ მშობელთა სიყვარულის გარეშე როგორი იტანჯება ხო სული და შორს თუ არის მშობელი როგორი განსაცდელი აქვთ შვილებს. იმიტომ რომ ვერ ხედავენ მოალერზე მშობლებს, მამას, დედას და შემდეგ ეს სხვა 1000 რაღაცა განსაცდელში გადაიზრდება. ისე ვართ ჩვენ, ღმერთმა მოგცა ჯილდოთ და მოგცა საჩუქრად ცხოვრება, რომ ეს ცხოვრება ჩვენ ღვთის დიდებისთვის გამოვიყენოთ, გავლიოთ და სულს მივცეთ დაუსრულებელი სიხარულის, სასופვლის შესაძლებლობა. სასופველი არ იქნება, თქვათ, მოკლევადიანი ან საშუალოვადიანი 100 წელი, არა, ეს იქნება დაუსრულებელი, უკუნითი უკუნისამდე. იქნება ეს სიხარული უფალთან ახლოს ყოფნის, სასופველოში ყოფნის. და მეორედ მოსვლისას უფალი იქნება განსხვავებული თავისი ბუნებითაც და დამოკიდებულებითაც. პირველად მოვიდა, გვახსოვს ხო, შობის ღამეს ბაგაში მიიწვინა. ერთი პატარა ოთახი ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ ღმერთკაცი, ღმერთი განხორციელებული, რომელმაც ყველაფერი შექმნა, ხილული და უხილავი, მოსულიყო, მოვიდა და ერთი ადგილი არ აღმოჩნდა, რომ იქ თავი მიედრიგა ოჯახს, წმინდა ოჯახს. მოვიდა ყველაზე თავმდაბლად, ბაგაში მიაწვინეს და პირველი მისი შობისა ამბავი ანგელოზებმა მწყემსებს ახარეს. არადა იოანე ნათლისმცემელი, როცა რომ იორდანეზე ხედავს სულიწმინდით ამჩნევს თუ ვინ არის მის წინაშე მომავალი, ამბობს როგორ განვანათლო მე ნათელი სანთელმან და ხმა ისმის, ეს არის საყვარელი ჩემი ძე, მისი ისმინეთ და ამ დროს სულიწმინდა გადმოდის. საოცარი რამ იყო ზეცის და ქვეყნის შეერთება. აი ეს ღმერთკაცი თავისი შობით მოდის და გვასწავლის ყველაზე თავმდაბლად და როდესაც იქნება მეორედ, ასე ვთქვათ, განკითხვის დღე, მეორედ მოსვლა უფლისა, მაშინ იქნება ის სულ სხვანაირი. მოვა უკვე ჩვენთვის რომ გვაცხონოს, სამსჯავრო მართალი მსჯავრი აღასრულოს და ჩვენ თითეულს, ჩვენი ღვაწლის, შრომის და ღვთისადმი ერთგულების სანაცვლოდ განგვიწესოს ადგილი, თუ სად უნდა ვიყოთ. რადგან უფალზე ხო ამბობთ ყოველთვის, რომ გულთან ხილავია. ადამიანები პირის სახეს ხედავთ და უფალი კიდე ხედავს გულს და გონებას, ფიქრს, რომელიც კი არ უფიქრია. და იცის ჩვენი ყველა აზრი და სურვილიც. აი ამ საშინელი სამსჯავროს დღეს, განკითხვის დღეს, ყველაფერი ყველასათვის გამოჩნდება და სახილველი იქნება. და აი მაშინ იქნება დიდი ესეთი ძრწოლა, შიში და სირცხვილი, ხო? როგორი არის ახლა რომ წარმოიდგინოთ თითოეულმა. და უფალი გვაფრთხილებს, როდესაც ებრაელებს ელაპარაკება. იგავურად ელაპარაკება, მაგრამ ყველაფერს მართალს ეუბნება. წარსულსაც წინასწარმეტყველებს უხსნის, აწყოზეც და მომავალზეც. და დაგიდგინეთო თქვენო, ცველად ანგელოზნი რჯული მოგეცით, წინასწარმეტყველები მოგვივლინეთ, თუ როგორ უნდა გეცხოვრათ, თქვენ კიდე არ ისმინეთ მისი. და მე ვენახის იგავი გახსოვთ ალბათ, როდესაც რომ ყველა წარმოგზავნილი ურჩმა და
მრისხანე გულზურმა ადამიანებმა დახოცეს და შვილი გამოაგზავნა და კიდევ იმედიანად არის წარმომგზავნელი რომ თუ კი გაიგებენ რომ შვილი ეს ჩემი იქნება შერცხვეთ შეიგდიმონ და მაშინ ნათქვამი სიტყვა სწორად შეასრულა და ეს ჩვენი მცველი ანგელოზები ყოველთვის ჩვენთან არიან ეს ანგელოზნიც არიან მცოდნენი ყველაფერი ჩვენი საქმისა მაგრამ არიან პირუთვნელნი მათი მოსყიდვა ვერაფრით ვერ მოხდება ანგელოზი მამები გვასწავლიან ანგელოზი ადამიანს სულით ასწავლის რა არის კეთილი და რა არის ბოროტი ყოველთვის გვაფრთხილებს და ყოველთვის გვეუბნება რომ უჯერო ღვთისთვის არ მოსაწონი არ გავაკეთოთ მაგრამ ადამიანი სუსტია თავის ბუნებით და მაინც ყოველთვის შეცდება მაგრამ მას სასოწარკვეთილება არ მართებს რადგან უფალი გვასწავლის მამებიც გვეუბნებიან რომ არ არის ღვთის სიყვარულზე და მოწყალებაზე აღმოტებული არც ერთი ცოდვა რაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა აკი ამის მაგალითი თავად ჯვარცმული ავაზაკია რომელსაც არაფერი არ მოუმოქმედია მაგრამ ღმერთმა შეიწყალა და აცხონა სახარებაში წერია წყემსის მაგალითით და დაადგენს სხვას მარჯვენით მისსა და თიკანსა მარცხენით ეს სახე არის თქვა თიკანი და ბატკანი ადამიანებისა ბატკანი რომელიც კეთილგონიერია ხოლო თიკანი რომელიც ყველაფერს ხედავს მაგრამ მაინც ურწმუნოებაში და სულიერ სიბნელეში რჩება მაშინ რქვას მეუფემან მარჯვენით და მათ მისთა მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაემკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისად რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი წყუროდა და მასვით მე უცხო ვიყავდა შემიწყნარეთ მე შიშველ ვიყავ და შემოსეთ მე სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე საპრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა მაშინ მიუგო მას მართალთა მადარ ქვეს უფალო ოდეს გიხილე ჩემში ერი და გამოგზარდეთ ანუ წყურველი და გასვით შენ ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ ანუ შიშველი და შეგმოსეთ შენ ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპრობილესა და მოვედით შენ და უფალი ამბობს და მამების გვასწავლიან რომ მოწყალებას რომ გავცემთ ვაძლევთ არა იმ თხოვნელს არამედ თავად უფალს ვამბობთ და ერთ წმინდა მამას ესეთი გამოცხადებაც ჰქონდა იყო ძალიან მოწყალე ეს ფიქრი ყოველთვის აწუხებდა რომ როგორ არის ახლა რომ უფალს ვაძლევთ როცა რომ ვიღაცა მთხოვნელია თქვა გლახაკი და იმდენად უყვარდა ეს მოწყალების საქმე რომ აი უკანასკნელს გაიხდიდა და იმას მისცემდა ყველაფერი დაარიგა არაფერი აღარ ქონდა და ზამთარია მოდის და ხედავს რომ მის წინ დგას უპოვარი არაფრის მქონე შიშველი და რაკნას და გაირთის თავის შესამოსელს და აძლევს მას და როცა რო აძლევს ამას რა თქმა უნდა ეს ფიქრი კიდევ აწუხებს მიდის თავის სამყოფელში და ღამით ეჩვენება ქრისტე იმ სამოსელში რომელიც მან იმ უპოვარ ადამიანს მისცა და აი მაშინ მისთვის ცხადდება რომ ეს მოწყალების გაცემა ხდება უფლის მიმართ და არა თქვათ იმ ვიღაცა მთხოვნელის მიმართ ხშირად ხდება ადამიანები კითხულობენ აი მივდივარ და ხედავ ლოთია და თხოვს ფულს რა ვქნა მივცე თუ გაქვს მიეცი თუ არ გაქვს სიტყვა მაინც უთხარი მან უგეშებელი ან თუ რაღაცა არის სულმცირედი მაინც მიეცი ისე ნუ გაუშვებ რადგანაც ის თუნდაც რომ მიტყუებოდეს ჩვენ რა შეგვიძლია გულთამხილავი ღმერთია თითეული სიტყვისთვის და საქმისთვის აუცილებლად მათ მოჰკითხავთ როგორ მიცეთ როცა არაფერი არა მაქვს ნუ დამწუხდები თავმოწონებით ნუ იგვემები
თქვი რომ არა მაქვს ჩემო კეთილო მეგობარო და ალბათ ღმერთი ჩემზე უკეთეს შეიძლება ისაც შეგახვედროს რაღაცა ისეთი უთხრა და გაიარე რადგანაც მოწყალების საქმე არის ისეთი საქმე რომელიც დიდად შეეწევა თითოეული ადამიანის ნებითუნებული ჩადენილი ცოდვების შენდობის აი ამ მიტევების საქმეს და როდესაც რომ უფალთან აი ამ საშინელი სამჟავროს დღეს, განკითხვის დღეს წარდგებით, მოწყალება არის ყველას ერთ-ერთი დიდი და დიდად მოქმედი საქმე. იყო ერთი პეტრე მოწყალე. სანამ პეტრე მოწყალე გახდებოდა, მანამდე იყო ძალიან უწყალო. მოკლედ ვერანაირად ვერ გააკეთებიებდა ადამიანი მოწყალებას. მის სახლთან ახლოს არიან თხოვნელები, არაფრის მქონენი ადამიანები და ერთი ამბობს, რომ დღეს პეტრეს აუცილებლად მოწყალებას გავაკეთებია. თითქოს აი რაღაცა შეჯიბრებით იყო. გამოდის პეტრე მიდის საყიდლებზე, ეს ის დრო არის, როდესაც ურმებით, ფორნებით დადიოდნენ. მიდის და მოსდევს ახლა ეს ათხოვარი და ეუბნება პეტრე მომეცი მოწყალება. ესე იგი, რატო ვიზახი ახლა, რატო ხსნი ამას, რომ ურმითა და ფორანით მიდის, ხო? ესე იგი, არც თუ ისე სწრაფად მოძრაობს, იმიტომ რომ მთელი გზის განმავლობაში, თქვათ, საყიდლებამდე, ბაზრამდე, რო ვთქვათ, გარკვეული დრო იყო, იქითაც მიხვდება ეს თხოვნელი და უკანაც მოხვდება. და ეს პეტრე ახლა რადგან უწყალოა, ესე იგი, მრისხანეც არის. და მოკლედ მისდევს ეს არ აქცევს ყურადღებას, ბრუნდება ახლა სახში. მოსდევს და ისევე უნება, პეტრე მომეცი მოწყალება. სთხოვს. და რა საოცარი, ესე იგი, იმდენად გაბრაზდა შინაგანად, რომ გარეგნულად იწყებს ამის გამოხატულებას და ქუჩაში იწყებს ქვის ძებნას. მაგრამ ქვით მოგებულ ქუჩაში ქვა ვერ იპოვა. და ესე იგი, ამ თავის მრისხანების, ასე ვთქვათ, უღონო სიცოცხლეში იღებს ერთ, ასე ვთქვათ, პურს ნაყიდი პროდუქტიდან და ქვასავით ესვრის. ქვასავით ესვრის და ეს დაიჭერს ამ პურს და მადლობა შეწირავს ღმერთს და გარბის. მოდის პეტრე და სახში დააბინავებს ამას ყველაფერს და დაიძინებს, დაისვენებს და ხედავს ესეთ სიზმარს. ნათლის ანგელოზები და ბნელი შავი ანგელოზები დგანან სასორის გვერდით, აქეთ და იქით. და ორი ჯამია პინაკი. ერთი არის ბნელი ანგელოზის მხარეს დახოვებული არის საქმეების გრაგნილებით, ხოლო ნათლის ანგელოზის მხარეს ცარიელია ჯამი. და რა თქმა უნდა, ამ შავი ანგელოზის მხარეს არის დახრილი, დაქანებული ეს სასორი. და ეს მის ლაპარაკი, ეს სული ნამდვილად ჩვენია, ამას არაფერი კეთილი არ გაუკეთებია. ამიტომ ეს სული ჩვენია, ამას არაფერი არ გადაარჩენს. ხოლო ნათლის ანგელოზები ერთმანეთში საუბრობენ. მართალია ამას ესეთი კეთილი საქმეები არ აქვს, მაგრამ დღეს დილით ერთ გლახაკს პური გადაუგდო, პური ესროლა. და მოდი ეს პური დავდოთ, იქნება აი ეს მოწყალება სიკეთეთ. მერთმა ჩაუთვალოს. დადებენ ერთ პურს და გადაწონის. გადაწონის და უცბად იღვიძებს პეტრე და გამკვირვებაშია. და გულისმის ყოფა მიეცემა ხვდით, თუ კი ასე გაბრაზებით ნასროლი პური ღმერთმა მოწყალებად ჩაუთვალა პეტრეს, მაშინ შენი ნებით ასრულებული მოწყალება რაოდენ უფრო დიდი და მრავალი ცოდვების მომტევებელი იქნება. რო იტყვიან, ეს სამი იყო, ეს წუთი იყო, ეს დღე იყო და პეტრე გახდა მოწყალე. გახდა მოწყალე იმ ზომით, რომ ბოლოს რო აღარაფერი არ ქონდა და ვიღაცა მთხოვნელი დახმარებას თხოვდა, მიეყიდა მონად სხვას და აღებული ფული მისა იმ მთხოვნელს. მოკლედ მოწყალების საქმე არის ძალიან დიდი. ვინც მოწყალებას ასრულებს და აკეთებს, ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი. მოკლედ უფალი ეუბნება, აი ვიყავი მშიერი, წყურვალი, მოვედით და ეს ადამიანები ეუბნებიან, რადგან მოწყალე ადამიანის ხასიათი ესეთია. მერე კი არ გამოდგება და კი არ დაიწყებს ლაპარაკს ქუჩაში, თქვა პედესტალზე კი არ დადგება შემაღლებულზე და მე ეს გავაკეთე ან თავის ტოლამხანაგებში კი არ მოყვება იმის ლაპარაკს რა გააკეთა, არა. ქვაქვაზე დადე კეთილი საქმე გააკეთე, გაიარე, ის ღმერთმა ნახავ. და ეს ადამიანები ეუბნებიან, კი მაგრამ როდის გნახეთ უფალო აი ესეთი როგორცაც შენ ამბობ. იმიტომ რომ თავის თავს იმ თუ ესეთი გაკეთებული ჰქონდათ, მოწყალება ჰქონდათ გაცემული ან თუ ვინმე გაჭირვებულს დახმარებიან, ესეთი საქმე მათ თავის პატივად არ მეუთვლიათ და თავმოწონებისათვის არ გაუკეთებიათ და ეუბნებიან, როდის იყო ესეთი არ გვახსოვს ჩვენ. ანუ სიკეთე გააკეთეს და არ ახსოვთ. და ეუბნება უფალი, აი ამისი საჭიროების მქონეს თითეულს, რომელსაც თქვენ ეს გაუკეთეთ, აი ამის გულისათვისაც თქვენთვის განზადებული ადგილი დაიკავეთ. ხოლო მეორეებს ეუბნება, განვედით და თქვენთვის განზადებული სატანჯველი ადგილი დაიმკვიდრეთ და ყველაფერს ამას ჩამოყალიბეთ. ისინი ეუბნებიან, კი მაგრამ როდის გნახეთ? ისინი უკვე მართლაც ეუბნებიან, არასოდეს არ გაუკეთებიათ და ამიტომაც არ ახსოვთ, განსხვავებით იმ პირველებისაგან. და უფალი ეუბნება, რამდენიც ამის საჭიროების მქონეს არ გაუკეთეთ, ამისათვის თქვენთვის განზადებული ადგილი უნდა დაიკარგოთ. მამები ამბობენ, ერთი ესეთი ცხოვრება არის მინანის. მამები ამბობენ, რომ ქონება ისეთი არის, რომ თქვათ ძარცველი ყაჩაღი არის დამზერილი და უყურებს აბა როგორ გაძარცვოს და მოიპაროს, ან რაღაცა მოშურნია და აღონებს ამას. ქონების შენახვა შეიძლება მოწყალების საქმით, გაცემით, ქველის მოქმედებით შენი ქონება შეინარჩუნო. ოღონდ ამ ქონებას ინარჩუნება არა აქ ხეულ სამყაროში, არამედ აი იქ უფალთან სასუფეველში. მოკლედ ერთი ესეთი ცხოვრება არის. ქრისტიანები ცხოვრობენ, მეფე აძლევს ფულს და ამ ასე ვთქვათ, მხარის ეპისკოპოსი, მღვდელი და მისი დამხმარე ადამიანები ამ თანხით აკეთებენ თან დიდძალ ოქროს აძლევს. აკეთებენ მიუსაფართა თავშესაფარს, სასადილოს, უფასოს და მოკლედ ამ გაჭირვებულებს ეხმარებიან. მოდიან ტარვალები, იწყებენ დევნოს ქრისტიანების და ვიღაცამ ანგარებიანი დაასმეს ამ ტარვალებთან, რომ ამათ ბევრი ოქრო მისცა მეფემ. და დაიბარებენ, დაიჭერენ ოქროსოვეთ, ვინ დაიბარებდა, დაიჭერენ ამათ მოიყვანდნენ და ეუბნებიან, რა უყავით ის ოქრო. იმიტომ რომ ვინც დაასმინა, იმასაც იმედი აქვს, ესე იგი ამ გამცემლობისთვის რაღაცა თვითონაც რომ გამარჩეს. ხო და რაზე გველაპარაკებთ? აი ოქრო რომ მოგცეთ თქვენ მეფემ რა უყავით. ეხავე განახებთო სადაც არისო. ოღონდ რამდენიმე დღე დაგჭირდებოდა და აუცილებლად განახებთ დასამალი რა არისო. კი გაუკვირდათ ახლა ამ ტარვალებს, ესე უცბად რომ დათანხმდნენ, გააგზავნა მღვდელი და დიაკვანი და ქალაქში თუ კი ვინმე უპოვარი იყო და მიუსაფარი და შეჭირვებული და გლახაკი ყველა მოიყვანეს და დაუყენეს ამ ტარვალს წინ. აი ეს არის ჩვენი განძი, აი აქ დავდეთ, აქ დავაბანდეთ, აქ გავეცით. იმათმა რა თქმა უნდა ვერ გაიგეს. იმიტომ რომ ამ მიუსაფარ და გაჭირვებული ხალხის დახმარებაში გახარჯეს ეს ყველაფერი. ისე არის ჩვენი მდგომარეობაც. თუ კი რაიმე ქონება გვაქვს, დიდძალი, შეგვიძლია ღვთითმოცემული საშუალებით მოწყალების გაცემისას შევინახოთ და დავაგროვოთ აი იმ ადამიანების სულსა და გონებაში, გულში, რომელთაც ვეხმარებით. მაგრამ ამას უფალი ხედავს და იქ ყველაფერი აღრაცხილი არის. როგორც მაგალითად ახლა ბანკში შეიტანოთ ფული და თქვენ სხვაგან ცხოვრობდეთ და სხვა ქალაქიდან ამ თანხის მოხმარება შეგიძლიათ, ისე არის მოწყალებით დაგროვებული, ასე ვთქვათ, სასუფევლის საშვი განძი დავაგროვოთ ისე რომ არც კი დავითვლით და ვერც ვერ მოგვყარავს.
და ეს გვექნება და როდესაც ღვთისწინაშე წარდგებით, აი ამ უანგარიშო, ულევი საშუალებით ოქროთი, სხვანაირი ოქროთი ღმერთი, ასე ვთქვათ, გამგვიწესებს ყველაზე კარგ ადგილს. მოკლედ, უფალი განსწავლის ამიგავით, კეთილს რა უნდა მიეგოს და მოწყალეს რა გასამრჯელო ექნება. შემდეგ მოციქულები ყოველთვის გვასწავლიან, თუ აი ასეთი საქმის კეთებისას ღმერთი ამ ხილულ სამყაროში რით აჯილდოებს ქრისტეს მოყვარე ადამიანს და როგორ ამხნევებს. სახარებაში ხო გვეუბნება, მამებიც ამბობენ, ერთი მამა არის იოსებ ათონელი, ახალი ბოლო დროის მამა არის. საოცარი წერილები აქვს თავისი სულიერი შვილების მიმართ. და ესეთ რამეს ამბობს. თქვენ რომ იცოდეთ განსაცდელის დათმენისათვის რა ჯილდო გელოდებათ, თქვენ იმაზე მეც მოითმენდით, რასაც თქვენ უფალი გიგზავნით. და თავად ამბობს, ღმერთო, იმაზე მეც მოვითმენ ამ ხილულ სამყაროში განსაცდელს, რადგან ვიცი, რომ შენ ამის სანაცვლოდ დიდ ძალას სულიერს მაცლებ. ის არც თვალს უნახავს, არც ყურს მოусმენია, ვერც გონება წარმოიდგენს, რა არის სასუფეველი და რა სიხარული არის იქ. ხოლო მოციქული კიდევ გვეუბნება, ხოლო ნაყოფი სულისა არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტყვება, სახიერება, სარწმუნოება, უდროება, მარხვა, მოთმინება. ხოლო ქრისტესთან მათ ხორცნით ისნი ჯვარს აწვეს. ბოლომდე ვითმენთ განსაცდელებს. ვნებილთურთ და გულის თქმით, უკვე თუ სულითაც ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ, ვიცხოვრებთ. ნუნცა ვართ მზვაობა, ურთიერთას მავრალობა, ურთიერთას მოშურნე. აბა რასაც მოციქული ჩამოთვლის, რომელი არის ის განძი, რომელზედაც თითოეულ ჩვენთაგანს არ გვითხოვია უფლისათვის. სულგრძელება მოგცეს, სიყვარული, სიხარული გქონდეს, მშვიდობა, სიტყვება, სახიერება, ანუ კეთილი გული და გონება, სარწმუნოება, მტკიცე, ყუდროება, სიყვარული, ლოცვისა და სიმშვიდისა, მარხვა, რადგანაც ხელს უწყობს, რომ ხორცი არ ფუფუნებდეს და ხორცის ფუფუნება სულს არ აბრკოლებდეს. ადამიანს ცხონებისათვის ორივე სჭირდება, ხორციც და სულიც. საკვებიც უნდა მივიღოთ, რომ ლოცვა შევძლებთ. და ლოცვა იმიტომ გვჭირდება, რომ საკვების მიღებისას ვიყოთ ზომიერები. ღმერთს ვთხოვთ, აი ახლა მალე დაიწყება უკვე მარხვა და ეფრემასურის ლოცვის თქმის ჟამიც მოახლოვდა. ამ კვირაში უკვე ყველიერის კვირაში უკვე იწყება ეფრემასურის ლოცვის თქმა. ღმერთს ვთხოვთ, რომ ამ საშინელი სამჯავროსათვის ჩვენი სულიერი მზადყოფნა იყოს ჩვენი ძალისაებრ. იმიტომ რომ ღმერთმა უკეთესად იცის ჩვენი სათხოვარი, რომელი არის სულის სასაშენებელი და რომელი თქვათ სულისთვის არასასარგებლო. ღმერთს ვთხოვთ, რომ ეს მარხვა მოგცეს სინანულისა და აღდგომა კიდე სიხარულისა და თითეული ჩვენი ცხოვრებისა დღე, საათი, წუთი და წამი იყოს საკუთარი ცოდვებისა განცდის წამი. როგორც ეფრემასური ამბობს, არა განკითხვისთვის, არამედ საკუთარი ცოდვების, შემეცნების, დანახვის, განკითხვის და განცდის წამი. და მაშინ ღმერთისა მოწყალება არ დააყოვნებს. იმიტომ რომ ავაზაკი, რომელიც ჯვარს აწვეს და არაფერი მას
კეთილი არც ქონდა საქმე გაკეთებული, მაგრამ ერთი წრფელი გული ქონდა სინანული ცალსე. პირველი ბინადარი სასუფეულისა 64-ისა გახდა ავაზაკი ჯვარცმული. ჩვენ კიდე ყველაფერი გვაქვს თვითმოცემული, დრო, თავისუფლება. მოციქული ამბობს, თავისუფლება ის არა, რაც გინდა ის გააკეთო. არამედ უნდა დავფიქრდეთ იმ თავისუფლებაში სულისთვის სასარგებლო და ასაშენებელი რა იქნება. ვიქნებით ესე კეთილად მზრახველნი, მაშინ უფალი ჩვენთან იქნება. ვიქნებით ესეთი მოწყალენი, აი როგორც ახლა სახარების იგავში წერია, მაშინ ცათა სასופველიც ჩვენი იქნება. ოღონდ ეს გარანტირებული, ასე ვთქვათ, პირობა კი არ არის. ვიცით რომ ესეთი არის. უფალმა შემოგთავაზა, რომ აი ესე თუ იქნებით მცნების მიმდევარნი, მაშინ სასופველი არის აი ესეთი, ენით გამოუთქმენი. არც გონება შეუძლია წარმოედგინოს და არც თვალს უნახავს და არც ყურს მოусმენია. არჩევანი ჩვენზეა. ამ ხილულ სამყაროში, ამ წუთის სოფელში. რა გსურს მომავალში რომ გქონდეს, ესეთად უნდა ვიცხოვროთ აქ, ამ წუთის სოფელში და მაშინ მერთი მოწყალე იქნება და მწყალობები იქნება. ამინ. ჩვენ გადასწრებით.